არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. კვლევის ავტორების განცხადებით, წლების განმავლობაში განათლების პროექტებისა და გარემოს დაცვითი პროგრამების დაფინანსება მცირდება, მაშინ როცა კულტურული პროგრამებისა და გასართობი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები პერმანენტულად იზრდება. Როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, 2012 წლის ბიუჯეტში შემცირებულია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხარჯები, რაც შეეხება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს, როგორც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ბაგაბაღებში არსებული თანადაფინანსების სქემა არასრულფასოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობად შეისწავლეს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ დედაქალაქის მერიაში, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ თანხების ხარჯვა მიზანმიმართულად და გამჭვირვალედ ხდება. რა ხარვიზებია დედაქალაქის ბიუჯეტში და რამდენად მიზანმიმართულად ხდება თანხების გადანაწილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. ბიუჯეტს 5 თვის განმავლობაში 3 არასამთავრობო ორგანიზაცია PMC კვლევითი ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ცენტრი იკვლევდა. როგორც ფონდ ღია საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, საჭიროა ბიუჯეტის მეტი გამჭვირვალობა, მათი თქმით წლების განმავლობაში მცირდება განათლების პროექტებისა და გარემოს დაცვითი პროგრამების დაფინანსება. მაშინ როცა პერმანენტულად იზრდება კულტურული პროგრამებისა და გასართობი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები. კვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ასევე მაგალითად ერთ-ერთი მიგნება ის, რომ წლების მანძილზე მცირდება დანახარჯები, მაგალითად გარემოს დაცვასა და განათლებაზე. მაშინ როდესაც უსაფრთხოების დაცვაზე და კულტურის პროგრამებზე და გართობაზე მეტი თანხები მიემართება. ეს არის ერთ-ერთი შედეგი. არასამთავრობოების შუალედური ანგარიშის მიხედვით არსებობს საფრთხე, რომ 2013 წლის ბიუჯეტი გასული წლების მსგავსად არაპროგრამული იქნება. კვლევის ავტორების განცხადებით არ არსებობს ბიუჯეტის შედგენის მკაფიოდ გაწერილი გეგმა, ისევე როგორც არ არის შემუშავებული კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შეფასების გზითაც მოხდებოდა პროგრამების შედეგიანობის დადგენა. თბილისის ბიუჯეტი 2013 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ არ იქნება პროგრამული, რისი ვალდებულებაც თქვა დიდი ალბათობით არ იქნება პროგრამული, რისი ვალდებულებაც თბილისის მერიას აქვს აღებული. რაც შეეხება იმას, სწორად არის თუ არა განაწილებული თქვა ხარჯები, ამის თქმა შეუძლებელია, მანამ სანამ არ გვექნება პროგრამული ბიუჯეტი, მანამ სანამ არ გვექნება მიზნები და პრიორიტეტები და ამოცანები და ღონისძიებები. შეიძლება ეს მოგეჩვენოთ რაღაც მსგავს კომპონენტებად, მაგრამ არის სრულიად განსხვავებული კომპონენტები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაიშალოს ბიუჯეტი. სანამ ეს არ გვექნება, მანამდე ნებისმიერი თქვათ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც არ იხარჯება სწორად და ასე შემდეგ, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობად შეისწავლეს. მათი თქმით, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის დროს არ ხდება შესყიდვების კანონმდებლობის დაცვა, ისევე როგორც არ ცხადდება ტენდერები და არ ხდება ფასთა ლიმიტირება, რაც კვლევის ავტორთა შეფასებით თანხების არაგამჭვირვალედი და არამიზნობრივად ხარჯვის შესაძლებლობას ქმნის. შენ პრეზიდენტის მთავრობის და თბილისის მერის, ანუ თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას არ ექვემდებარება. თბილისს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, უფრო დიდი არის რისკი იმისა, რომ გამჭვირვალობის ხარისხი იყოს დაბალი, პლუს ამას თუ ვიტყვით, რომ ამ სარეზერვო ფონდიდან გაწეული თანხების მხოლოდ ჯამური მოცულობის ასახვა ხდება თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზოგადად გამჭვირვალობის ხარისხს ამცირებს. და პლუს ამას რა თქმა უნდა ცოტათი უსამართლო და დისკრიმინაციულია სხვა თვითმმართველობებთან მიმართებაში, რადგან თუ ზოგადად სარეზერვო ფონდის პრინციპი არის, რომ სწრაფად უნდა მოხდეს მისი ხარჯვა და ამიტომაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვა არ იქნება ლოგიკური, მაშინ რა დააშავა სხვა თვითმმართველობებმა და რატომ მათთვის არ არის განთავისუფლებული. მონიტორინგის შედეგებში ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ 2011 წლიდან თბილისში დასუფთავებას შეპესე თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს. კანონის მიხედვით მოსაკრებელი უნდა შედიოდეს ბიუჯეტში, რეალურად კი დასუფთავების ტარიფი არა ბიუჯეტში, არამედ შეპესეს საბანკო ანგარიშზე ირიცხება, რომელზე ხელმისაწვდომობაც კომერციული საიდუმლოების მოტივით სრულად შეზღუდულია. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, 2012 წლის ბიუჯეტში შემცირებულია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხარჯები, რაც შეეხება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს. როგორც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, ბაგაბაღებში არსებული თანადაფინანსების სქემა არასრულფასოვანია, ბუნდოვანია კვების პროდუქტებისა და სხვა ტიპის ინვენტარის შეზღუდვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხებიც.
ის ბავშვი, რომელსაც მერის მხრიდან ბონუსის პრინციპით არ აქვს თქვათ ბონუს დაფინანსება, ესეთი ბავშვები არიან სიღარიბის ვარსკვლავ ოჯახებიდან და ფრთხილად მერი აფინანსებს და არიან ესეთი ბავშვები, რომელთა შემოსავალი 40,000 ლარს, რომელთა ოჯახების შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს, ასეთი ბავშვები იხდიან 80 ლარს საბავშვო ბაღში და მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ის ბავშვები, რომლებიც იხდიან 80 ლარს საბავშვო ბაღში და ის ბავშვები, რომლებიც ვთქვათ იხდიან 30-40 ლარს, მათთვის პირობები არის ერთი და იგივე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთგვარი ვთქვათ დაახლოებით საგანია. არის სამთავრობო ორგანიზაციებმა ბიუჯეტის კვლევა 2012 წლის თებერვალში დაიწყეს. კვლევის საბოლოო შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. არის სამთავრობოების ხარვეზების გამოვლენის პარალელურად დედაქალაქის მერიას რეკომენდაციით მიმართავენ. შენიშვნებთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ თანხების ხარჯვა მიზანმიმართულად და გამჭვირვალედ ხდება.